მოგესალმებით მეგობრებო, დღე ძალიან პოზიტიურად დავიწყე, რადგან ორშაბათია, მე ვმუშაობ და ტრადიციულად თათია სულუაშვილმა უნდა გამომიაროს და წამიყვანოს სამსახურში. მაკიაჟის გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან თათიამ მომწერა ჯერ ვერ გამოვდივარ ჩახოხბილს ვაკეთებო, მეც ცოტა გავლამაზდი. საათნახევრის შემდეგ საერთოდ არ ველოდებოდი თათია თუ მომწერდა და უცებ მომწერა მოვედი ჩამოდი სწრაფათო. არასდროს არ კადრულობს სადარბაზოსთან მოსვლას და ამ წვიმაშიც ფეხით მატარა და ცოტა პრეტენზიებიც ჰქონდა. სადა ხარ შვილო აქამდე? ბოდიში რა, ბოდიში. არა, ბოდიში ახლა რომ ერთხელ ბოდიში, ორჯერ ბოდიში, სამჯერ ბოდიში და ოთხჯერ ბოდიში? როგორ მეზიზღებ? როდემდე შვილო? ჩემი შვილები ვათრიო თუ თქვენ გათრიოთ აი ესე წინ და უკან? ამასობაში ულამაზეს ლოტკიზე დათუნა გველოდებოდა ცოტა გალუმპული დაგვხდა, მაგრამ არა უშავს. უხდება. ძალიან დიდი მადლობა რომ გამილუყეთ. ძალიან ცუდად ვარ? მინუსები ცხოვრებაში სო? ამ დროს ციაკომ დაგვირეკა ჩატში, მაგრამ რადგან მე მაგის ნერვები არ მქონდა, ეგრევე გავუთიშე. გზავრობა ცოტა დაიძაბა, თათიამ და დათუნამ იჩუბეს. მინდოდა მეთქვა რომ მეზიზღე. ეც მინდოდა მეთქვა რომ ვეღარ გიყანდი და დაღლილი. აი, შენი განახვაც არ მინდა, შენი პრობლემების მოსამენად აღარ მინდა. კაცი ხარ შენ და შენი ოჯახი. დათუნაზე გაბრაზებულმა თათიამ მეც ჩამომაგდო მანქანიდან და სამსახურში ფეხით მივედი. ორშაბათამდე